პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით პოლიტიკოს მაკალაძის ბანერს წარწერით 570 ლარის ზიანი მიაყენა. მუხლი, რომლითაც ხოშტარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული, 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჯერჯერობით უცნობია რა შუამდგომლობას დააყენებს პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე. სასამართლო პროცესი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება. ადვოკატის ინფორმაციით, ელენე ხოშტარია დაცვის უფლების გამოყენებაზე უარს ამბობს. ევროკომისია ქართულ ოცნებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს და ყველა უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმარს, ჟურნალისტსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს საქართველოში. ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები, მიღებული გადაწყვეტილებები მოიცავს დამატებით ვარიანტებს თუ რაც შეგვიძლია გავითვალისწინოთ სანქციებიდან დაწყებული უვიზო რეჟიმის შეჩერებით დამთავრებული. ამბობს ევროკომისიის პრესპიკერი ანიტა ჰიპერი ელენე ხოშტარიას დაკავებაზე კითხვის პასუხად. რუსმა ოკუპანტებმა დღეს ხარკოვი დაბომბეს დრონებით იერიშის შედეგად ცნობილია 4 დაშავებულის შესახებ. სხვა ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. ამერიკა ცნობილ მსახიობსა და რეჟისორს რობერტ რედფორდს ემშვიდობება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით 89 წლის რედფორდი გასულ ღამეს ძილში გარდაიცვალა. რეჟისორს ფილმისთვის ჩვეულებრივი ადამიანები ოსკარი აქვს მიღებული.